პერიოდში დახურული და აკრძალული თემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ქართული გვარების გენეალოგიაზე მუშაობა დაიწყო. ახალი პროექტი ქართული გენეალოგიური საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზატორები ქართული გვარების გამოკვლევას, წარმომადგენლების ცხოვრებისა და საქმიანობის აღწერას და შემდეგ წიგნის სახით გამოცემას გეგმავენ. წიგნი გვარების შესახებ მოკლე ცნობებით, ნუსხებით, სქემებით, გვარების ცნობილი წარმომადგენლების ფოტოსურათებით, ანბანური საძიებლითა და ისტორიულ წყაროებში დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტებით გაფორმდება. გენეალოგები თავდაპირველად ამირეჯიბების, თარხან მოურავების, ფალავანდიშვილების, მაღალაშვილებისა და თუმანიშვილების გვარებს იკვლევენ. არქივში ინახება ძალიან დიდარი დოკუმენტური მასალა, რომლის უმეტესი ნაწილი ეფუძნება სწორედ საქართველოში წარჩინებული გვარების ისტორიას. ეს გახლავთ ქართული მეფეების წყალობის წიგნები, პირადი მიმოწერა, ქართული ფეოდალების თავადაზნაურების ძალიან საინტერესო დოკუმენტები, აგრეთვე სასულიერო პირების მასალები. აქედან გამომდინარე, ჩვენთან თავმოყრილი არის ის დოკუმენტაცია, რომელიც ძალიან ნათლად ასახავს თუ რომ გვარს აწარმოება ჰქონდა რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიაში, როგორ მოხდა ამ გვარების უფრო წარჩინება, მაღალი წოდებების მინიჭება, მათთვის მამამულის მიცემა თუ ჩამორთმევა. ეროვნული არქივი პროექტს იური ჩიქოვანის დახმარებით ახორციელებს. მკვლევარი გვარების გენეალოგიით 25 წლის წინ დაინტერესდა. პირველად მისი კვლევის ობიექტი ნაპოლეონ ბონაპარტი გახდა. მოგვიანებით კი საკუთარი გვარის გენეალოგიას 2 წლის განმავლობაში სწავლობდა. წარმომავლობით მეგრული ჩიქოვანების გვარის შესწავლის შემდეგ ჯერ სამეგრელოს, შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა გვარი გამოიკვლია. ისტორიულ პროცესებში აქტიურად მონაწილე გვარებიდან იური ჩიქოვანმა უკვე 100-მდე გვარის გენეალოგია შექმნა. მეცნიერება არის უბრალოდ და ძალიან უშუალოდ არის დაკავშირებული ისტორიასთან. ოჯახის ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. უბრალოდ უნდა ისწავლებოდეს. როგორც ნებისმიერი ისტორიული ფრაგმენტი, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა. ეროვნულ არქივში დაცული ეს დოკუმენტი დავით გარეჯის მონასტრის საბუთებს შორის უძველესია. დოკუმენტის მიხედვით 1697 წელს მეფე ერეკლე პირველმა დავით გარეჯის მონასტერს ჩიჩხიტურის მამული ბერთუ ბანსა და დოდოს კოშკთან მდებარე ფარეხები გადასცა. დოკუმენტის დამწერი კი მდივან მწიგნობარი გივი თუმანიშვილია. ეს დოკუმენტი ცხადყოფს, რომ თუმანიშვილები სამეფო კარზე მსახურობდნენ, რაც გენეალოგებს გვარის კვლევაში დაეხმარება. კვლევების დროს გენეალოგები ძირითადად საეკლესიო ჩანაწერებს იყენებენ. ამ ჩანაწერებში არის დაბადება, გარდაცვალება, ქორწინების შესახებ ინფორმაცია. აქვეა მითითებული დაბადების ჩანაწერებში ნათლობა, ვინ მონათლა, ესა თუ ის პიროვნება და მღვდელიც მითითებული ყავს. ასე რომ საისტორიო არქივის დარბაზში გვაქვს ძალიან საინტერესო ისტორიული დოკუმენტები. მსახიობმა ნინო თარხნიშვილმა იცის, რომ გიორგი სააკაძის შთამომავალია. ისტორიული წყაროების მიხედვით სააკაძის უმცროსი შვილი იორამი საქართველოში როსტომ მეფის დროს დაბრუნდა. მას სამეფო ტიტულის დაბრუნების სანაცვლოდ ეგრეთ წოდებული სათარხო სიგელი გადასცეს. ამიტომ იორამ მოურავს თარხან მოურავი უწოდეს. დღეს მსახიობი საკუთარი გვარის შესახებ ისტორიულ ცნობებს არა, მაგრამ კურიოზებს ხშირად იხსენებს. როდესაც ხელს ვაწერდი, თხოვდებოდი მაჩის ბიუროში მკითხეს ქმრის გვარზე არ გადახვალთ და მე ვთქვი კი რა თქმა უნდა და გაგიჟებული ჩემი ქმარი გამოხდა და თქვა რასაკეთებ გოგო გვარის გულისთვის მომყავხარ ცოლად. ეს ძალიან სასაცილო იყო და მაშინ იცით როგორ მინდა მეთქი თარხან მოურავი ჭიჭინაძისა თუ როგორც არის. არა გენაცვალე მითხრა მაჩის ბიუროს ქალმა სამი გვარი ერთად არაფრით არ შეიძლება. მელი მაღალაშვილი წინ ადამიანების სიაშია, ვის გვარსაც ეროვნული არქივი და გენეალოგები იკვლევენ. გადმოცემის თანახმად მაღალაშვილები სამეფო კარზე კულტურულ საგანმანათლებლო დარგში კალიგრაფებად მსახურობდნენ. ბატონმა სოკრატ სალუქაძემ წამოუცოდნენ საკმაოდ ბევრი გამოკვლევა გააკეთა მაღალაშვილების გვარისა, რომელიც შეტანილია წიგნში წამოუცოდნეობა საქართველოში უძველესი დროიდან მე-20 საუკუნემდე. და თუ კი კიდევ იქნება რაიმე საინტერესო ჩვენის დახმარებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მოხარულები ვიქნებით. ეროვნული არქივის პროექტის პირველი ნაწილი წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით გენეალოგები თითქმის ყველა გვარის ისტორიას და გენეალოგიას გამოიკვლევენ.